სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას და ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩვენ მალე დავამთავრებთ ამ 32 ნაწილს, რომელიც ჩაწერილდა 1985 წლის 28 აგვისტოს. შემდეგ კითხვასაც მე მგონი სვავს ახალგაზრდა, უნდა იყოს პატარა თინეიჯერი, ნინეველი, იმიტომ რომ საკვირაო სკოლაზე იტყვის. ასე რომ ჯონ მაკარტურიც ამას ძალიან ფრთხილად ეპყრობა. არ ვიცი, გოგონა არის თუ ვაჟი, არ ჩანს. უფრო შეიძლება გოგონა იყოს, იმიტომ რომ ძალიან სენსიტიურია ეს კითხვაც. მე მყავს მეგობარი, რომელიც სერიოზულად არ ეკიდება სახარებას. კარგი ძვირფასო გისმენ ჯონ მაკარტური მიმართავს ჰანი, ასე თქვა, თაფლს ხო არ ვიტყვი ჩვენ არა, ძვირფასო. ასე რომ პიროვნება ლაპარაკობს ესე. დიახ, მე მაქვს ერთი შეკითხვა. აქ არის ჩემი მეგობარი და ის მოდის ხოლმე ყოველ 4 შაბათს და ჩვენ ლაპარაკობთ იესოს შესახებ ჩვენ სახლში. მაგრამ ის გულმოდგინად არ უსმენს და არ ვიცი რა გავაკეთო. და ჯონ მაკარტური პასუხობს, ესე იგი შენი მეგობარი მოდის და თქვენ საუბრობთ იესოზე, მაგრამ მას ეს არ აინტერესებს? ოდესმე თუ მოსულა ეკლესიაში კვირა ჩვენთან. დიახ. მოდის ხოლმე საკვირაო სკოლაში და უსმენს გაკვეთილებს? დიახ, რამდენჯერმე მოვიდა, მაგრამ ახლა ის სხვა ეკლესიაში მიდის. და იმ სხვა ეკლესიაში ლაპარაკობენ იესო ქრისტესზე? დიახ. ასწავლიან ბიბლიას? დიახ. და როგორ ფიქრობთ, მან სთხოვა იესოს, რომ მის გულში შემოსულიყო და მიუძღვრა მან თავისი თავი იესოს? არ ვიცი. ოდესმე თუ გიკითხავს ეს მისთვის. რატომ არ შეეკითხები მას ამას? კი, გავაკეთებ მე ამას. დიახ, შენ მას კითხე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რეალურად მნიშვნელოვანი საკითხი. თქვენ უნდა კითხოთ მას, სთხოვა თუ არა უფალ იესოს მის ცხოვრებაში შემოსვლა. და თუ ის იტყვის, უარს, მაშინ თქვენ იცით, რაც უნდა გააკეთოთ. უთხრათ, რომ ეს აუცილებლად გასაკეთებელია. და თუ ის იტყვის, რომ დიახ, მე გავაკეთე, მაშინ თქვენ უნდა უთხრათ, რომ წაიკითხოს იესოს ბიბლია და მოусვინოს სწავლებას და გააკეთოს ის ყველაფერი, რასაც უკვე მისი უფალი იესო მას ეუნება. მე თქვენ ადგილზე უბრალოდ სიყვარულს დავახვედრებდი, მეყვარებოდა და იმედი მაქვს, რომ შენ მას მეგობრად შეინარჩუნებ. კარგი? დიახ, მადლობა. და ამის შემდეგ მას შეუძლია უკვე დაინახოს უფალი შენ ცხოვრებაში. და შენი ცხოვრებით მან უკვე უფრო მეტად დაინტერესდეს. გასაგებია? დიახ, გმადლობთ. კარგი კითხვა, ჩემო ძვირფასო.